ცოტა დიდ კონტექსტში და დიდ სურათში უნდა დავინახოთ ეს პრობლემა მთლიანად, ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც არ არის ახალი ქართული რეალობისთვის, თუმცა განსაკუთრებით განსხვავებულია 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. წლების განმავლობაში საქართველოს ტრაექტორია, ესე ვთქვათ, გაურკვეველი იყო, მაგრამ აი ამ მომენტიდან ზუსტად მკვეთრად ანტიდასავლური ხდება და ეს არ არის შემთხვევითი ისეთმა დიდმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებამ, როგორიც იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, გამოაჩინა რეალური სახე იმ მმართველობითი ფორმის, რომლის მიღწევაც უნდოდა საქართველოში მმართველ გუნდს. საქართველო ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა ჩემი აზრით უკვე სრულფასოვან კლეპტოკრატიად. კლეპტოკრატია ეს არის მმართველობა იმ ადამიანების, ვინც იპარავენ და ყოველთვის ესეთი ადამიანების მმართველობას, ესეთი ჯგუფების მმართველობას აქვს მიზანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის ასეთი გაძლიერება დაკავშირებულია სწორედ ამ მიზანთან, ხელისუფლების მიზანთან, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება და რა თქმა უნდა, ყველაფერ დასავლურს იმ ღირებულებებს, როგორც არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ, ეს მიზანი ეწინააღმდეგება. ან არსებობს კატეგორია, რომელიც ზოგადად თვლის, რომ აი ხელისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სიმართლის წყარო და ვთქვათ, აქ ეჭვის შეტანა არ შეიძლება. აი ეს უკვე რაც ახსენეთ, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წარმომადგენელი და პარლამენტის სახე საქართველოში ემთხვევა ესე პირდაპირ პროპაგანდისტულ ნარატივებს, ეს შედარებით ახალი ტენდენცია და ჩემი აზრით ისევ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში და აი ამ დროიდან უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად და აშკარად ჩაერთნენ იმ ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ საქმიანობაში, რომელიც მანამდე იყო, თქვათ, პროპაგანდისტული მედიების და იმ პროპაგანდისტული ქსელების საქმე, რომელიც მუშაობდნენ საქართველოში.